ომი ახლიდან იწყება ჰორმუზის სრუტეში. სულ დილით ირანულმა გემებმა სცადეს ამერიკული ბლოკადის გარღვევა და საშინლად დამარცხდნენ. USGS-მა გემი გაანადგურა, ასე რომ ისინი ვეღარ გადაადგილდებიან. ეხლა კი ირანის ოფიციალური პირები ტირიან, რომ აშშ-ში ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას. ამ დილით აშშ-ში სამხედროებმა კიდევ რამდენიმე ავიადარტმა განახორციელეს და დაარტყეს რამდენიმე ცარიელ ტანკერს, რომლებიც ცდილობდნენ ამერიკული ბლოკადის გარღვევას. ეს ემატება გუშინდელ თავდასხმებს, სადაც აშშ-შուն გაანადგურა ირანის რაკეტების საწყობები და ირანის დრონების საწყობები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე იყო განთავსებული. მოდით სანამ დღევანდელ დილას მომხდარს გამიხილავთ, სწრაფად გადავხედოთ რა მოხდა წუხელ. აქ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა რეგიონი, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა გუშინ დაარტყა. ეს მოიცავს Bandar Abbas Ports, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პორტია კასემის კუნძულს, რომელიც კუნძულია და ირანი მას იყენებს ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების სათვალთვალოდ. შემდეგ, რა თქმა უნდა, გვაქვს Bandar Kargani და Garuki. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ამერიკულმა დარტყმებმა ხუთშაბათს დააზიანა ირანის დრონების გაშვების ადგილები, ასევე სანაპირო თავდაცვის საკრუიზო რაკეტების პოზიციები და რადარები. სინამდვილეში თავდაპირველად UAT-ს არ ჰქონდა ამის გაკეთების გეგმა, რადგან ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივს სცემდნენ. მაგრამ როდესაც აშშ-ში სამხედრო გემები ჰორმუზის სრუტესთან მივახლოდნენ, ირანმა დაიწყო რაკეტების, დრონებისა და მცირე ნავების გაშვება სამხედრო გემების მიმართულებით. ამ დროს აშშ-ში მუპასუხა და განახორციელა თავდაცვითი დარტყმები, რათა ირანს მომავალში აღარ შეეძლოს სხვა გემებზე და სხვა ამერიკულ სამხედრო გემებზე თავდასხმა. აქ არის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ხსნის, რატომ იყო ეს დარტყმები აუცილებელი. მოусმინეთ. მგონი აზრი ისაა, რომ სროლა ჯერ არ შეწყვეტილა. ეს კითხვა ირანელებს უნდა დაუსვათ. ნუ მკითხავთ მე, თქვენ არ ვისვრია, მათ დაგვესწრნენ თავს. ჩემი აზრი ისაა, თუ აშშ-ში საზღვაო გემს ესვრიან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? თქვათ, ცეცხლის შეწყვეტაა, თქვენს დრონს არ ჩამოვაგდებთო? ეს სულელური კითხვაა, ეს სულელური პოზიციაა. რა თქმა უნდა, ჩვენაც უპასუხეთ ცეცხლით. ისინი გვესროდნენ. ზუსტად ამას ველოდი, რომ უნდა გაგვეკეთებინა. მხოლოდ სულელი ქვეყნები არ პასუხობენ ცეცხლით, როცა მათ ესვრიან. და ჩვენ სულელი ქვეყანა არ ვართ. ელოდებით ამას იქ, თუ გადაუცით ირანს რაიმე წითელი ხაზები, სადაც იცით თუ ზავი ან რაც არ უნდა დაარქვათ. თუ ისინი ვერ ძმაო, წითელი ხაზი ნათელია. ისინი ემუქრებიან ამერიკელებს. ისინი აფეთქდებიან. ესაა რა შეიძლება იყოს უფრო ნათელი ვიდრე ეს. თუ ესროლე, თუ შენ ხარ რაკეტის გამშვები ბიჭი, რაც არ უნდა ერფოს ამ საქმეს და ზიხარიქ და ესწრი რაკეტას შეერთებულ შტატებს და ჩვენ დაგინახეთ რომ ესროლე, ჩვენ დაგარტყამთ. რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევით. ვინ არ აკეთებს ამას? თუ არ გინდა რომ შენი გემები ჩაძირული იყოს. ჩვენ არ დაუშვეთ რომ ჩვენი გემები ირანელებმა ჩაძირონ თავიანთი პატარა ხოიცი დრონებით, რომლებსაც ისვრიან. იცი, მათ აღარ ყავს საზღვაო ფლოტი, მაგრამ გამოხავთ ეს პატარა Boston Whaleris სათევზაო ნავები და ცდილობენ შემოგიტიონ. ჩვენ ავაფეთქებთ ამ ნავებს, თუ ისინი ჩვენს ნავებთან მოიწევენ. არ ვიცი ეს თითელი ხაზი არის თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს უკვე იციან რომ ასეა. ასე რომ თუ მე ერთ-ერთი ამ ირანელი ვიქნებოდი, სწრაფ ნავზე და გეტყოდნენ, შენი მისია ამერიკულ ესმინეთზე შეტევა, ალბათ ვერ გადარჩებოდი. რო ფიქრობ ეს თითელი ხაზია. ეხლა, ამ მთელი სიტუაციის ყველაზე სასაცილო ნაწილი ისაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ირანელი პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკება, ჩვენ ვიგებთ ამ ომს. არ გვინდა მოლაპარაკება, ჩვენ ვიგებთ ამ ომს. და როგორც კი შეერთებული შტატები თავს დაესხმება იმას, რაც მათ აქვთ, მათ ხომ ფლოტი არ აქვთ. მათ აქვთ პატარა ნავები, როგორც მარკო რუბიომ ახლახან თქვა. და აქვთ რამდენიმე დრონის ბაზა და გაშვების პუნქტი. და ეხლა როგორც კი აშშ-ში თავს დაესხმება ირანულ ობიექტებს, ირანელები ამბობენ, ბიჭებო, მეგონა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. რატო გვიტევთ მოლაპარაკებების დროს? ზუსტად ეს მოხდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც ამ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა. ნახეთ. Oval Jersey, როცა დიპლომატიური გამოსავალი არსებობს, აშშ-შო ირჩევს უგუნურ სამხედრო ავანტიურას. ეს უხეში ზეწოლის ტაქტიკაა, თუ ისევ ხელის შემშლელი დალის მიერ პრეზიდენტის მოტყუების შედეგად კიდევ ერთ ჭაობში ჩათრევა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი. შედეგი ერთია. ირანელები არასდროს ემორჩილებიან ზეწოლას. ის ასევე ამბობს ამ სურათში, რომელიც განცხადებასთან ერთად გამოაქვეყნა, რომ CIA ცდება. ჩვენი რაკეტების მარაგი და გამშვები დანადგარების რაოდენობა არაა 75%-ზე, როგორც 28 თებერვალს იყო. სწორი მაჩვენებელი 120%-ია. რაც შეეხება ჩვენი ხალხის დასაცავად მზადყოფნას, ის 1000%-ზეა ახლა. არ ვიცი რა არის მათი რაკეტების შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, დაზვერვის თანამშრომლებს ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ვიცით, ვიღაცა YouTubers. მაგრამ ჩემი კითხვა მარტივია. თუ ირანის შესაძლებლობა 120%-ზეა, ეხლა მათ უფრო მეტი რაკეტა აქვთ, ვიდრე ომის დაწყებისას, რატომ ამცირებდა ირანი რაკეტების გაშვებას ომის ბოლოს? რატო ინახავდნენ ისინი რაკეტებს, თუ მათი შესაძლებლობა ყოველდღიურად იზრდებოდა? ასე რომ ეს მარტივი. ის სიტყვები, რაც ირანული განცხადებებიდან ისმოდა, არ ემთხვევა იმ ქმედებებს, რასაც ისინი ომის დროს ახორციელებდნენ. და პირადად მე უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ იმას, რასაც ირანელები ამბობენ, და უფრო მეც იმას, რასაც ისინი აკეთებენ. შემდეგ, გუშინ საღამოს განცხადების შემდეგ, ირანელებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ეს უკვე მეორე ან შესაძლოა მესამე შემთხვევა, როცა ირანმა შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. საბედნიეროდ ირანის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევებმა მაინც 3 ადამიანი დააზიანა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვამ დაახლოებით 500 ბალისტიკური რაკეტა, 30 ფრთოსანი რაკეტა და 2200-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვა მართლაც ძალიან კარგად მუშაობს. იცით ეს როგორ ვიცით? სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანა რეკორდული სისწრაფით ყიდულობს ამ საჰაერო თავდაცვით სისტემებს. შეხედეთ ამას. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ახლახან დაამტკიცა 25 მილიარდი დოლარის საგანგებო იარაღის გაყიდვა ბარეინისთვის, ისრაელისთვის, ქუვეითისთვის, ყატარისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე თავდაპირველად გამოცხადებული 8.6 მილიარდი. პაკეტი მოიცავს დიდი რაოდენობით პატრიოტის ჩამჭრელ რაკეტებს, თუმცა მიწოდებას შეიძლება წლები დასჭირდეს აშშშ-ის შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობების გამო. ამაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე რეალური მარაგი გვაქვს. ირანისთვის კი მეორე მხრივ ცუდი ამბები არ წყლება. ნახეთ რა გამოაქვეყნა ცენტრალურმა სარდლობამ დღეს დილით. ამჟამად 70-ზე მეტი ტანკერია, რომლებსაც აშშ-ის ძალები ირანის პორტებში შესვლასაც სვლასა და გამოსვლას უშლიან. ამ კომერციულ გემებს შეუძლიათ გადაიტანონ 166 მილიონზე მეტი ბარელი ირანული ნავთობი, რომლის სავარაუდო ღირებულება 13 მილიარდ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ბლოკადის გამო ირანი მილიარდობით დოლარის ნავთობის შემოსავალს კარგავს, რომელიც ასეთ დროს მას სასიცოცხლოდ სჭირდება. და რა თქმა უნდა, ფულის გარდა ირანს კიდევ ერთი რამ სჭირდება. მეტი ნავთობის შესანახი ტევადობა. ამიტომ მათ სურთ, რომ ეს ცარიელი ტანკერები, რომლებიც საერთაშორისო წყლებშია, დაბრუნდნენ ირანის პორტებში, რათა ირანმა ისინი მოლივლივე ნავთობის საწყობად გამოიყენოს. ანუ ნავთობი ჩათვირთოს ამ ტანკერებში და იქ შეინახოს. ეს ირანს მეტ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და აღარ მოუწევთ ნავთობის საბადოების დახურვა, თუ უბრალოდ მეტ შესანახ ტევადობას მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნავთობის საბადოების დახურვა მოუწევთ, ეს ნიშნავს, რომ მომავალში შეიძლება ბევრი ფული და ნავთობის შემოსავალი დაგარგონ. აბა, რა ხდება? აშშ-ის ბლოკადა სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასაც უმიზნებს. სულ დილით, 2 ხომალდი, 2 ტანკერი ცდილობდა ირანის პორტებში დაბრუნებას, რათა ნავთობი ჩაეტვირთათ. მაგრამ სამწუხაროდ, მათ აშშ-ის ბლოკადის გავლა ვერ შეძლეს. შეხედეთ ამ განცხადებას. აშშ-ის ძალებმა 8 მაისს მწყობრიდან გამოიყვანეს სატანკერო გემი Sea Star 3 და სატანკერო გემი Savida. მანამდე სანამ ორივე გემი ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტში შევიდოდა და დაარღვევდა აშშ-ის მიმდინარე ბლოკადას, ცენტრალურმა სარდლობამ ბლოკადის ზომები გაატარა 2 ირანული დროშის ქვეშ მცურავი ცარიელი ნავთობის ტანკერის წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტში შესვლას ცდილობდნენ. აშშ-ის საზღვაო ძალების F-18 Super Hornet-მა, რომელიც ავიამზით George H.W. Bush-დან აფრინდა, ორივე ტანკერი მწყობრიდან გამოიყვანა. მას შემდეგ რაც ზუსტი საბრძოლო მასალა გაუშვა მათ საკვამურებში, რითაც ბლოკადის დამღვრევი გემების ირანში შესვლა აღხვეთა. სინამდვილეში ვფიქრობ, ეს არის ის ვიდეო მასალა, რომელიც მათ გაავრცელეს და რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ. გარდა ამისა, აშშ-ის ძალებმა 6 მაისს ასევე მწყობრიდან გამოიყვანეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი მოტორიანი ტანკერი Hasana, როდესაც ის ცდილობდა ომანის ყურეში ირანის პორტისკენ გაცურებას. და კიდევ ერთხელ მათ გამოიყენეს F-18 Super Hornet ავიამზიდიდან Abraham Lincoln-ი და მწყობრიდან გამოიყვანეს ცარიელი ნავთობის ტანკერების საჭეები 20 მიანი ქვემეხიდან რამდენიმე გასროლით. ყველა 3 ხომალდი აღარ მიემართება ირანისკენ. ირანის რეჟიმისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მათ სჭირდებათ ტანკერების დაბრუნება, თუნდაც ცარიელები იყვნენ, რათა შემდეგ ნავთობი ჩათვირთონ. და როგორც ჩანს, ქვეყანაში მდგომარეობა იმდენად ძიმეა, რომ ისინი უბრალოდ ზღვაში ასხამენ ნავთობს. უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ხდება. მაგრამ სანამ ამას გადავხედავთ, ყველა შეეგახსენეთ, რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი ქვემოთ მოცემული ღილაკებით. ეს ნამდვილად გავლენას ახდენს იმაზე, რამდენი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს და ძალიან გვეხმარება. ეხლა გადავხედოთ სატელიტურ სურათებს. სატელიტური სურათების მიხედვით, რომლებიც Reuters-მა შეისწავლა, ირანის კარგის კუნძულის საექსპორტო ცენტრთან ახლოს სავარაუდო მასშტაბური ნავთობის დაღვრა დაფიქსირდა. მკვლევარები ამბობენ, რომ ნავთობის ლაქამ დაახლოებით 45 კვადრატული კილომეტრი დაფარა კუნძული კარგის დასავლეთით, სადაც მდებარეობს ტერმინალი, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ამუშავებს. მიზეზი უცნობია, რადგან სპარსეთის ყურეში დაძაბულობა გრძელდება აშშ-სა და ირანის ძალებს შორის შეტაკებებისა და მიმდინარე საზღვაო ბლოკადების ფონზე. ეხლა, მე საერთოდ არ ვარ ნავთობის ექსპერტი და არ ვიცი ეს შეცდომა იყო თუ განზრახ გაკეთებული. მხოლოდ ის ვიცი, რომ ირანს თითქმის აღარ დარჩა საცავი და მათ სჭირდებათ რაიმე გზა, რომ ასე ვთქვათ, ამ წნევას თავი დააღწიონ. და ეხლა ამას ვხედავთ. ისევ, რომ ჩემი საკუთარი არგუმენტის საწინააღმდეგო მხარე დავაფიქსირო, ჰორმუზის სრუტეში ბევრი ბრძოლა მიმდინარეობს. ასე რომ, ეს შეიძლება უბრალოდ შეცდომა იყოს.
მხოლოდ დრო გვიჩვენებს რა არის ეს. თუ ოკეანეში უფრო და უფრო მეტ ნავთობს დავინახავთ, ფიქრობ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ეს შეიძლება ირანის ახალი სტრატეგია იყოს უბრალოდ იმისთვის, რომ მათ ნავთობის საბადოები არ დახურან. ამ ყოველფრის წინააღმდეგ საბრძოლველად ირანმა სადა გემებზე თავდასხმა, ან მათი დაკავებაც კი ჰორმუზის სრუტეში ან სპარსეთის ყურეში. მაგრამ სამწუხაროდ ესეც კი არ მიდის გეგმის მიხედვით. გუშინ ირანმა ნავთობის ტანკერზე მიიტანა იერიში, რომელიც საბოლოოდ ჩინეთის ნავთობის ტანკერი აღმოჩნდა. და ეხლა დღეს ჩინეთი ძალიან გაბრაზებულია ამაზე. შეხედეთ მათ განცხადებას. ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი მოქალაქეები იმ ნავთობის ტანკერის ეკიპაჟში იყვნენ, რომელსაც ამ კვირაში ჰორმუზის სრუტესთან ახლოს დაესხნენ თავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინელი ეკიპაჟის წევრები იმ გემზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ირანმა ორშაბათს დაარტყა. ამ დროისთვის ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. პეკინმა გააფრთხილა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი დაპირისპირება არ გვევს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანს. ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია იმით, რომ დიდი რაოდენობით გემები და ეკიპაჟის წევრები უკვე რამდენიმე თვეას სრუტეში არიან ჩარჩენილი. და იცით რა, დღეს დილით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ირანის საზღვაო ძალებმა ახლახან ომანის ზღვაში ჩინეთის საკუთრებაში არსებული ნავთობის ტანკერი დააკავეს. ირანული მედიის ინფორმაციით, რომელმაც სხვათა შორის ამ ოპერაციის ვიდეოც გამოაქვეყნა, დაკავებული ნავთობის ტანკერი Ocean Khoi ერქვა. ეს ხომალდი სინამდვილეში ირანულ ნავთობს ეზიდებოდა, როდესაც ირანის საზღვაო ძალებმა დააკავეს. გარდა ამისა, ის ეკუთვნის შანხაიში დაფუძნებულ Ocean Kudos სანაოსნო კომპანიას, რომელიც რეალურად შეერთებულმა შტატებმა სანქციების ქვეშ მოაქცია. ასე რომ არ ვიცი რა ხდება, მართლა არ ვიცი. ვერ ხვდები, ეს უბრალოდ ირანის მცდელობაა თავი მაგრად წარმოაჩინოს და საკუთარი ტანკერი დაასანქციროს. თუ კიდევ რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რასაც ირანი აკეთებს, პოზიტიურია შეერთებული შტატებისთვის. ისინი აყადაღებენ სანქცირებულ ტანკერს, რომელიც ჩინურ კომპანიას ეკუთვნის და ირანულ ნავთობს ეზიდება. ძალიან საერთო ამბავია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა ხდება. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს უბრალოდ ირანის მცდელობაა, ყალბი ძალა აჩვენოს და საკუთარი გემი დააკავოს. უბრალოდ იმისთვის, რომ სხვა ტანკერებს და სატვირთო გემებს შეუთვალონ. ჰეი, ნუ გაივლით ჰორმუზის სრუტეში. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია თქვენი გემის დავაკავოთ, ზუსტად ისე, როგორც ეს გემი დავაკავეთ. ეს ირანის გზაა ყველასთვის იმის სათქმელად, რომ ჰეი, ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშაა, ირანის სუვერენიტეტშია, მათი ტერიტორიის ნაწილი. რეალურად კი ის არ არის, რასაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ სხვა ევროპული და რა თქმა უნდა აზიური ქვეყნები მიიღებენ. მოусმინეთ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ამ თემაზე საუბარს. და მე არ მესმის, რატომ არ უნდა უჭერდეს ამას ვინმე მხარს და მასაც სწორად არ ესმის ეს. ასე რომ ვიღაცა ნამდვილად უჭერს ამას მხარს. მაგრამ აქ უფრო ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს. ირანი ახლა ამტკიცებს, რომ მათ ეკუთვნით და აქვთ უფლება აკონტროლონ საერთაშორისო სანაოსნო გზა. ისინი ამტკიცებენ, რომ აქვთ უფლება აკონტროლონ იგი. რას აპირებს მსოფლიო ამასთან დაკავშირებით? მიიღებს თუ არა მსოფლიო იმას, რომ ირანი ახლა აკონტროლებს საერთაშორისო სანაოსნო გზას? რადგან თუ მსოფლიო მზად არის ეს მიიღოს, მაშინ მზად იყავით. რადგან კიდევ დაახლოებით 10 სხვა ქვეყანაა, რომლებიც დაიწყებენ იგივე საქმის კეთებას თავიანთ საერთაშორისო სანაოსნო გზებზე, ან მათ სიახლოვეს არსებულ საერთაშორისო სანაოსნო გზებზე. ეს მიუღებელი რამაა, რასაც ისინი ცდილობენ ნორმად აქციონ. ასე რომ, თუ პასუხია არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ირანს უნდა შეეძლოს ჰორმუზის სრუტის კონტროლი, მაშინ შემდეგი კითხვა ყველასთვის იქნება. კარგი, რას აპირებთ ამის შესახებ? ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და დავაკვირდეთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 1979 წლამდე დავბრუნდეთ, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ, როცა ქაჯარის დინასტია მართავდა ირანს მე-19 საუკუნეში და დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებს იმდროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე ირანზე. აბა, რა გგონიეთ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც პრეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემული ბმულების საშუალებით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ ეკრანის ბოლოს გამოჩენილ ვიდეოს.